საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა ქართულმა კომპანიამ Black Sea Petroleum-მა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან Honeywell-თან სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა. დეტალებს ჩვენ სიუჟეტში იხილავთ. Black Sea Petroleum-ისა და Honeywell-ის პარტნიორობის შედეგად ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში პირველად უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების საწვავს აწარმოებს. Honeywell-ი მსოფლიო ინდუსტრიული და ტექნოლოგიური გიგანტია. მათთან გაფორმებული საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში ქარხანა დანერგავს უახლეს ტექნოლოგიებს, კატალიზატორებსა და მართვის ციფრულ სისტემებს. სწორედ ამერიკული 100-წლიანი გამოცდილება დაეხმარება Black Sea Petroleum-ს ყულევში წარმოებული ბენზინი, დიზელი და საავიაციო ნავთი უმაღლეს სტანდარტებს პასუხობდეს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი კერძო ინვესტიციაა, რომლის ამჟამინდელი ინვესტიციაც $150 მილიონ უკვე შეადგენს, ხოლო ჯამურად $700 მილიონ გადააჭარბებს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ამასთანავე ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. ექსპერტების შეფასებით 2028 წლისთვის ადგილობრივი წარმოება სრულად მოამარაგებს საქართველოს საწვავით, ასევე განხორციელდება ექსპორტი როგორც რეგიონალურად, ასევე ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებაში და ქმნის საქართველოში ახალ ინდუსტრიას. ქარხანა ეტაპობრივი სტრატეგიით ვითარდება. დღეის მდგომარეობით წარმატებით დასრულდა პირველი ფაზა. ამუშავდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი, ნომინალური სიმძლავრით წელიწადში 1,2 მილიონი ტონა. ამ ეტაპზე ქარხანა უკვე აწარმოებს ნაფტას, მაღალი გოგირდის შემცველობის დიზელსა და მაზუტს. 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება ბიტუმის წარმოებაც, ხოლო მეორე ეტაპზე, რომლის დასრულებაც 2028 წლისთვის იგეგმება, ქარხნის წარმადობა წელიწადში ნომინალურ 4,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. 2028 წლის ბოლოს ასევე დაიწყება ევრო 5 სტანდარტის ბენზინის, დიზელისა და საავიაციო ნავთის წარმოებაც. ყულევი ახალი ინდუსტრიული ეკოსისტემის ცენტრი ხდება, რომელიც საქართველოს არამხოლოდ რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს, არამედ გზას უხსნის მომავალში ახალი ინდუსტრიების ჩამოყალიბებასაც, როგორიც არის ნავთობქიმია და მინერალური სასუქები.